ხშირად მამაკაცებს უმეტესად 40 წლის ასაკის ზემოთ აწუხებთ ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამის პერიოდში. მათ ასევე შესაძლოა ჰქონდეთ წყვეტილი შარდვა და დაუცლელობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ. ყოველივე ეს მათ დიდ დისკომფორტს უქმნის. აღნიშნული სიმპტომები ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება, მაგრამ მაგალითად 50 წლის ასაკში მამაკაცების დაახლოებით 50%-ს აწუხებს შარდვის პროცესის დარღვევა. 60 წლის ასაკში მამაკაცების 60%-ს, რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო იზრდება ეს ციფრი. რა არის შარდვის პროცესის დარღვევის მთავარი მიზეზი მამაკაცებში? შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა და როგორ? ამის შესახებ ახლავე მოგიყვებით. შარდვის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს გამოწვეული მრავალი პათოლოგიით. შარდსასქესო სისტემის პრობლემები, დიაბეტი, გულსისძარღვთა დაავადებები და ასევე ასაკობრივი ცვლილებები. მათგან ყველაზე ხშირად მამაკაცებში გვხდება ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული შარდვის პროცესის დარღვევა, რასაც ხშირად თან ერთვის სხვადასხვა სახის სქესობრივი დისფუნქცია, მაგალითად ერექციული დისფუნქცია. ამიტომაცაა საჭირო, რომ მამაკაცმა პირველ რიგში აღნიშნული სიმპტომის დაფიქსირებისთანავე მიმართოს ექიმ-უროლოგს, იმისათვის რომ დადგინდეს მიზეზი, რით არის გამოწვეული ეს დარღვევები და შესაბამისად დაინიშნოს მკურნალობა. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ მოქმედებს ასაკობრივი ცვლილებები, რომელიც იწვევს შარდვის პროცესის დარღვევას და სქესობრივ დისფუნქციას მამაკაცებში, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ, უნდა ვიცოდეთ მამაკაცის შარდსასქესო სისტემის ანატომია და ფიზიოლოგია, რომელსაც ძალიან მარტივად და მოკლედ აგიხსნით. მოგეხსენებათ, რომ მამაკაცს აქვს ორგანო, რომელიც ქალს არ აქვს, მას ეწოდება პროსტატა და ის მდებარეობს მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში, შარდის ბუშტის ქვეშ. მასში გადის შარდის ბუშტიდან გამომავალი საშარდე მილი. ასევე პროსტატა აწარმოებს გარკვეულ ჰორმონებს და მონაწილეობს სპერმატოგენეზში. ამიტომ ასაკობრივი ცვლილებები აისახება არა მხოლოდ შარდვის პროცესზე, არამედ სქესობრივ ფუნქციაზეც. და როგორია ეს ცვლილებები? ასაკთან ერთად პროსტატის ქსოვილი ხდება ნაკლებად ელასტიური, ის ჰიპერპლაზირდება, მიდის მისი ჰიპერპლაზია, გასქელება, გადიდება და შედეგად ის აწვება საშარდე მილს, საიდანაც გამოდის შარდი. გარდა ამისა, ასაკთან ერთად მცირდება შარდის ბუშტის მოცულობა და მისი კედლების ელასტიურობა. ქვეითდება ანტიდიურეტიკული ჰორმონი, რომელსაც ეწოდება ვაზოპრესინი და შედეგად მატულობს შარდის მოცულობა. ანუ შარდი გამოიმუშავება უფრო დიდი რაოდენობით. აი სწორედ ეს ფაქტორები ახდენენ გავლენას შარდვის პროცესზე. იმის გამო, რომ ჰიპერპლაზირებული, ანუ გადიდებული პროსტატა აწვება საშარდე მილს, შარდი გამოედინება შეფერხებით. როგორც აღვნიშნე, მცირდება შარდის ბუშტის მოცულობა და ელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ბევრი შარდის შეკავება მასში და შარდის რაოდენობა პირიქით მატულობს, იმის გამო, რომ ვაზოპრესინი ქვეითდება. და ეს იწვევს იმას, რომ სულ უფრო ხშირად უნდება მოშარდვა მამაკაცს. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? არსებობს მამაკაცებში შარდვის პროცესის დარღვევის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, მედიკამენტოზური და ქირურგიული, რომელთაც აქვთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. არსებობს კიდევ ერთი შარდვის დარღვევის მკურნალობის შედარებით ახალი მეთოდი, პროცედურული მეთოდი, რომელსაც ეწოდება PRP თერაპია, რომლის დროსაც ხდება თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა მამაკაცის შარდსასქესო სისტემის გარკვეულ უბნებში. აღნიშნული თრომბომასა იწვევს
ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობას. შედეგად უმჯობესდება შარდვის პროცესი, ქრება დაუცლელობის შეგრძნება და სრულად ნორმალიზდება შარდვა. გარდა ამისა, PRP თერაპია მამაკაცებში არა მხოლოდ შარდვის პრობლემას აწესრიგებს, არამედ მოქმედებს მის სქესობრივ ფუნქციაზე. მამაკაცის შარდსასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გამო უმჯობესდება ერექცია. მაშასადამე PRP თერაპია გვაძლევს ორმაგ ეფექტს. ის აწესრიგებს შარდვის პროცესს და აუმჯობესებს ერექციას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან მამაკაცებში. რაც შეეხება კონკრეტულად PRP თერაპიის პროცედურას, მისი ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 10-15 წუთი, თუმცა პლაზმის მომზადებას სჭირდება დაახლოებით 30-40 წუთი და მთლიანობაში მამაკაცი კლინიკაში დაყოფს მაქსიმუმ 1 საათს, საათნახევარს ყველაზე მეტი. პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, არ საჭიროებს რაიმე სახის დამატებით გაუტკივრებას, არის უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, დაახლოებით 50% მამაკაცებში შედეგს იძლევა პირველივე პროცედურის შემდეგ, ხოლო მთლიანობაში მამაკაცს სჭირდება 5-6 პროცედურა.